გამარჯობათ, მე ვარ გოგლიკო და ამ ვიდეოში გასწავლით დამატებითი ბარების გაკეთებას UCOS-ზე. ანუ რას ნიშნავს ეს? ანუ თქვენ ეს არის ჩვენი შექმნილი საიტი, რომელიც შევქმნით წეგან და განახებთ აქ. აქ ამ გვერდზე მაგალითად როგორ შევცვალოთ დამატებითი, ანუ დავამატოთ კიდე დამატებითი მენიუ. მაგალითად, ეს არის კონსტრუქტორი, ჩავთვლით. ეს აქ ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ ბლოკის დამატება. ამ ბლოკს ავიღებთ და სადაც ჩვენ გვინდა, მაგალითად აქ. აქ ჩავსვავთ. შემდეგ დავაწვევით. ეს არის და ჩვენ აქედან ავირჩევთ რაც გვინდა, მაგალითად ვიდეოს დამატება თუ გვინდა, ან სხვა რამის, ან მაგალითად პლეიერის ვიდეოს თვითონ ამ საიტს რაც აქვს რა, როგორ შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ, მაგალითად ეს არის ერთ-ერთი პლუგინი რა, ეს სურათების პლუგინია, ეს ტვიტერის პლუგინია, YouTube-ის. ძალიან ბევრი ის აქვს რა, ბევრი რამე შეგიძლიათ ბევრ რამეში გამოიყენოთ. აქვს კიდე დამატებითი ტეგები, კალენდარი აქვს, ჩვეულებრივად რაშიც თქვენ გინდათ გამოიყენებთ იმაში. მოდი ავიღოთ ახლა აქედან რამე, მაგალითად თვითოული, ეს ავიღოთ YouTube TV, ხო? ავიღეთ, ხედავთ როგორ დადგა. ანუ სხვა რამე ავარჩიოთ. აქედან ავარჩევ რამეს, მოდი ავარჩიოთ ეს. აქ შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი ვიდეო, ჩააგდოთ, ამახსოვრებინოთ. ესეთი ვარიანტია რა. ან მაგალითად აქაც ჩაყაროთ თქვენი არჩეული სურათები, ფოტოგრაფი, მაგალითად ეს გადიდება, ზომები. ეს არის ერთ-ერთი პუნქტია რა, ამისი, რითაც თქვენ შეგიძლიათ მართოთ ეს კიდე აქვს სხვადასხვა რაღაცები, მაგალითად კალკულატორი, ეს მაგალითად ჩვენ ჩავსვით ახლა ეს, მაგრამ ჩვენ ეს არ გვინდა რომ ჩავსვით, ამიტომაც ამას გავთიშავ ახლა მე. ეს ის იყო. შევიდეთ ისე. განახებთ ახლა. ეს პლეიერი ავირჩიოთ, აქ შეგიძლიათ მუსიკა ჩააგდოთ ამ პლეიერში. შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა რაღაცები, ამას 1000 რაღაცა აქვს რა, თქვენ როგორც გამოიყენებთ, როგორც მოინდომებთ. მაგალითად ასე. 1000 რაღაცა. ახლა YouTube-ის ფუნქციას ავირჩევ მე ჩვეულებრივად ასე დავტოვებ. შევანახინე.